გამარჯობათ. წარმოიდგინეთ ფეხბურთის ან კალათბურთის გუნდი, სადაც თითოეული მოთამაშე მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და საერთო გამარჯვება არც კი ახსოვთ. რითი დამთავრდება ასეთი შეჯიბრი? დადგავენ კომედიას სპორტულ მოედანზე, ყველა მაყურებელს გააცინებენ და პირადი გამარჯვების ძებნაში საერთო დამარცხებას მოიმკიან. ზუსტად იგივე ხდება ხოლმე, როდესაც მართლმადიდებელ ქრისტიანებს ეკლესიაში ღვთლისაგან მონათლულებს ქრისტიანები რო ქვიათ, არ ყოფნით ხოლმე არც სიმამაცე, არც აზროვნების უნარი, რომ საკუთარი პირადი ინტერესები თუნდაც მეორე ადგილზე დააყენონ და პირველ ადგილზე გადასწიონ საერთო ქვეყნის ინტერესები. თან თურმე ამის მიხვედრას არ ჭირდება რაღაც დიდი მადლმოსილება. მოუნათლავმა იაპონელებმა საკუთარ სკოლებში დანერგეს ასეთი მეთოდიკა. პირველიდან მესამე კლასის ჩათვლით ბავშვებს არ აქვთ შეფასების სისტემა. არავის იქ ნიშნებს არ უწერენ, რომ არ გამოიწვიონ კონკურენციის გაღვივება, არამედ ასწავლიან გუნდურ მუშაობას, რომ პირდაპირ თუ ირიბად, მაგრამ შენი კლასელის წარმატება არის შენი წარმატება. თითოეულმა ჩვენთაგანმა თავის ერთადერთ და განუმეორებელ, ბრწყინვალე და ღვთივკურთხეულ გონებაში როგორღაც უნდა შევუშვათ, რომ უბედურ ქვეყანაში ბედნიერები ვერ ვიქნებით, უდაბნოში ოაზისს ვერ მოვიწყობთ და ვისწავლოთ ქვეყანაზე ფიქრი. ის, რაც ჩვენ მშობლებს ჩვენთვის ბავშვობაში უნდა ესწავლებინათ და ამის მაგივრად გვასწავლეს განკითხვა, სიძულვილი და ერთმანეთის ინტერესების გათელვა. გვინდა არ გვინდა ეს პრინციპი, რომ მხოლოდ საერთო წარმატებას მოყვება, მერე პირადი წარმატება, ძალიანაც რო არ გვინდოდეს, ეს მაინც მოქმედებს. თქვენ ყველას გიმოძრავიათ გადატვირთულ ქუჩებში. გინდათ თუ არ გინდათ, მოძრაობთ ხოლმე საერთო სიჩქარით. რაც არ უნდა ძვირფასი მანქანა გქონდეთ, რაც არ უნდა კარგი მძღოლი იყოთ, გინდათ არ გინდათ, მოძრაობთ ნაკადთან ერთად. ზუსტად ასევე ვერც ერთი ჩვენგანი ვერ შეძლებს მოიწყოს პირადი ბედნიერება, თუ იცხოვრებს საერთო ჯამში უბედურ ქვეყანაში. არავის არ გაწყობთ ქრისტიანულ ქვეყანაში მაჰმადიანების ჩამოსახლება. არავის. იმათაც კი, ვისაც იმედი გაქვთ, რომ ამითი ფულს იშოვით და მერე თქვენ შვილებს არაფერი არ მოაკლდებათ. ფულს დახარჯავთ, ან თქვენი შემდგომი მთავრობა წაგართმევთ ამას და მერე პრობლემები დაგრჩებათ კომპენსაციის გარეშე. ქუჩაზე, სადაც მე ვცხოვრობ, ისევ როგორც ყველგან, სავსე არის ძაღლებით და თითოეულმა მათგანმა იცის, რომ თავის ეზოში სხვა ძაღლი არ უნდა შეუშვას, იმიტომ რომ ეს არის კონკურენტი საჭმლისა. ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში ამასაც ვერ ხვდება, რომ უცხოელები არ უნდა ჩამოასახლოს, რომ ისინი მერე შენ წაგართმევენ შენ რესურსებს. ქართველმა კაცმა როგორღაც ესე მოხდა, რომ ევროპას გაუსწარით. იქ ევროპელები ხანდახან მაინც გამოთქვამენ ხოლმე ღრმა შეშფოთებებს, ჩვენ ესეც გვიჭირს. ღმერთმა გვიშველოს, სახარება ვიკითხოთ, ღმერთს ჩვენგან რა უნდა გავიგოთ, სამშობლო არის კოლექტიური მოყვასი. უფალმა თქვა, რაც კი გავუკეთეთო, ერთ ამ ჩემ მცირე ძმათაგანს მე გამიკეთეთო, ან არ გამიკეთეთო. სამშობლოს მოღალატე
ერთდროულად ღალატობს 100,000-ობით მოყვას და ამ 100,000-ობით მოყვასის ღალატით ღალატობს თავის შემოქმედს და ეს წინ დახვდებათ მერე. ჩვენ კი ღმერთს ვებარებოდეთ.